მოგესალმებით, ანია რველაძე, ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას სახელად მწვანე საუბრები. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ თიკა ქოქაშვილი, ფენშუის სპეციალისტი. თიკა, დიდი მადლობა დღეს სტუმრობისთვის. და დღეს შევეხებით თემას ფენშუის და მცენარეებს. ეს ორი მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, ძალიან მეგობრობს ერთმანეთთან და მეც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე თიკა, რომ ადამიანები, ვინც მეგობრობენ ან იწყებენ მეგობრობას მცენარეებთან, სწორედ ფენშუის მიმართულებით, ამ მიმდინარეობით, ასე ვთქვათ, ითვალისწინებენ და არჩევენ მცენარეებს. იმიტომ რომ ისეთი კითხვები დამისვეს ერთი-ორჯერ, რომ მივხვდი, რომ სწორედ ეს მიმდინარეობა არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სათუთი და გასათვალისწინებელი. განსაკუთრებით მაშინ, როცა გადადიან ახალ სახლში, ახალ ნივთებს იძენენ და ძალიან მიყვარს ხოლმე, როცა მცენარესაც მოაკითხავენ და რაღაცა ახალ ბინადრები მცენარესთან ერთად იწყებენ ცხოვრებას და თიკა, შენ მოკლედ ამ სამყაროში უკვე დიდი ხანია ხარ და კარგად იცი ეს ყველაფერი და დამეთანხმები ხო, მგონი მცენარე არის აუცილებელი ერთ-ერთი აუცილებელიც კი. კი, აუცილებელი, იმიტომ რომ მცენარით აქტიურდება რამდენიმე ელემენტი. მიწის ელემენტი, წყალი, რომელიც ირწყვება და თვითონ ხის ელემენტსაც მცენარე, ანუ ამ სამ ელემენტს ააქტიურებს. შემდეგ კიდევ სხვა ელემენტებს იმის მიხედვით ვამატებთ, თქვა რა ფერის ქოთანში მოვათავსებთ მას. ფერსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ცი ენერგია, დადებითი ენერგიას იზიდავენ მცენარეები, აუცილებელი არის და ყოველთვის, როდესაც ხდება ფენშუის მიხედვით რაიმე ბიზნეს პარტია თუ საცხოვრებელი პარტია, არ აქვს მნიშვნელობა, როცა ვაგეგმარებთ, აუცილებელი არის მათი არსებობა დასაწყისიდან, ანუ კარებში სანამ შეხვალ, იქიდან იწყება უკვე ეს მცენარის ენერგიის მოზიდვა. ზუსტად ეს არის, რომ მე იწყებენ ისეთი ადამიანებიც კი, ვისაც არასოდეს არ ქონია მცენარები, იწყებენ მათთან მეგობრობას. ესეკები ახლა ყველაფერი ანუ ესე ითვალისწინებენ და ძალიან სასიამოვნო, ხო, ნამდვილად ეს დადებითი ენერგეტიკის მატარებლები არიან მცენარეები. იყოფიან არის ისეთი კატეგორიის მცენარეები, როდესაც მაგალითად გვაქვს აკრძალვები და არ შეიძლება მათი აი ეკლიანი მცენარეები სახლში, საცხოვრებელ სახლში შიგნით არ შეიძლება კაქტუსები, თქვა, ვარდების სახეობა, რომელსაც აქვს ეკლები. და არის კიდე სხვადასხვა მცენარეები, ალვე, ყველაზე ისეთი, ყველას რომ აქვს. არის სასურველი ფენშუის მიხედვით. ზუსტად იმიტომ რომ მათ აქვთ დაცვა და ნუ ისინი ხო ვერ არჩევენ ვისგან იცავენ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება დაგიზიანოთ ენერგეტიკა მათ ამ ეკლის ენერგია. თიკა, მცენარეები, რომლებიც პირიქით, აი ფენშუის მიხედვით არიან მისაღები, ასე ვთქვათ და სასურველი, აი ამაცაც რო ვისაუბროთ, ერთ-ერთი წარმომადგენელი ყავს სამიოკულკასი აქ ჩვენს სტუდიას ამშვენებს, რომელიც ერთ-ერთ მოგსაუბრობდით, რომ არის ძალიან მარტივად მოსავლელი მცენარე. კი, ძალიან აქტიურად მოთხოვნადია ნამდვილად ერთი ამ მხრივ რო არის ნახევრად ჭრილის მოყვარული, ანუ ნახევრად განათებასაც იტანს და მარტივად მოსავლელი მცენარეა და თან ხშირად ეძახიან დოლარის ხესაც და ესეც დამიფიქსირებია, რომ ადამიანები სწორედ აი როგორც ჩვენ ეს კრასულა, ბარაქის ხეს, რასაც ვეძახით, ხო ეს ევროპაში დოლარის ხე ქვია ამ მცენარეს. აი ფენშუისთანაც ბარაქასთან ასოცირდება ეს მცენარე. მხოლოდ და მხოლოდ ფულის ხე, და რომელიც აქტიურებს სახლში ფულის ენერგია და ფინანსების ენერგია არის სამხრეთ აღმოსავლეთი, არის ზამიოკულკასის ადგილი, ანუ და ზუსტად ეს მცენარე არის, რომელიც აძლიერებს ამ ფულის ენერგიის მოზიდვას ჩვენ და განვათავსოთ სამხრეთ აღმოსავლეთში უნდა განვათავსოთ, სამხრეთ აღმოსავლეთი არის ხის სტიქია. იქ ძალიან კარგად გრძნობენ, არ ჭკნიან, ხო არის ზოგჯერ სახლში შეიძლება დადო ისეთ ადგილას მცენარე, რომ ვერ გაიხაროს, გადაადგილებ, გაიხარა. ზუსტად ეს ელემენტები იყოფა მხარეების მიხედვით. სამხრეთ აღმოსავლეთი არის ხის სტიქია. ბარაქის სტიქია და ზუსტად იქ ჩვენ ზამიოკულკას როდესაც ვდებთ, მას აქვს თავისი წესი გადარგვის, ვაყოლებთ ფულებს, მონეტებს, ისეთი ლამაზ რაღაცებსაც ვაბავთ, წითელ ლენტებს უკეთებთ და სახალხო თქვენ წარმოიდგინეთ ფულებით ისე ლამაზად აფორმებენ, ის ნაძვის ხესავით არის გაბრწყინებული და იმახსოვრებს ენერგიას. ზამიოკულკასი არ მინახავს, თუმცა ნამდვილად მინახავს ბავშვობაში ბარაქის ხე, ესე ხურდებით ჩარჭობილი, 50 მაშინ ჯერ კიდე ყვითელი 50-იანები რო იყო. აი ჩვენ ბავშვობაში უფრო არ იყო საქართველოში, ეს შემდეგ შემოვიდა.
მეც მისი არსებობა მალაიზიაში გავიგე, როდესაც ფენშუის ვსწავლობდი 9 წლის წინ, ესე გვითხრეს, რომ ეს არის ფულისხე და არა დანარჩენი სხვა რაღაცა მცენარეები. მხოლოდ ამის, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ენერგია აქვს, ძალიან ძლიერი და ძალიან კარგად მუშაობს. შეიგრძნობს ფულის ენერგიას, შემოსავლებს, ნიშანს გაძლევთ, მისი გაფუჭების მიხედვით ფინანსებიც ჩერდება, ანუ ძალიან ისეთი მგრძნობიარე და კონტაქტს ამყარებს ფაქტობრივად ჩვენთან სამცენარეს ყურადღება. ძალიან კარგი მცენარეა და ყველას უნდა გქონდეს სახლში, ესე თან ისეთი მარტივია მოსავლელად და ისეთი ვიზუალური მხარეც მისი და ყველანაირად ისეთი კარგი არის. ნამდვილად ძალიან ისეთი სასიამოვნო მცენარეა ზამიოკულკასი. ზამიოკულკასის გარდა თიკა რომ მცენარეს გამოყოფილი ასე ვთქვათ ბამბუკები. აქ საუბარია ნიადაგის თუ აი წყლის ბამბუკს, რასაც დრაცენა არის რეალურად ეს მცენარე ხშირად წყლის ბამბუკს ეძახით. წყლის ბამბუკები უფრო არის, იმიტომ რომ წყლის ენერგიას ვააქტიურებთ ხოლმე და ესე ძალიან კარგი არის 8 ცალი, 3 ცალი გააჩნიარისთვის გვინდა, 8 ცალი არის უფრო სიმდიდრისთვის. 2024 წლიდან როცა გადავალთ უკვე 9 წლიან ციკლში, უკვე 9-იანი იქნება ძალიან დომინანტი და ამიტომ 9-იანზე გადავლენ და 9 ცალი იქნება ისეთი ძლიერი ენერგიის მატარებელი და მე თვითონ ჩამოვიყვანე ეს ბამბუკები ხელით მომქონდა 8 ცალი და ზუსტად ჩინეთში ვიყიდე მესაზღვრე მკითხა რომ იცი ეს რისია და კი ვიცი რისია. კი მეც პირველად აღმოვაჩინე ზუსტად აი ესეთი ფენშუის მიმდევარი ქალბატონისგან რომელმაც ზუსტად ეს 8 წელი იკითხა მახსოვს და ხო რაღაცა ესეთია ხო მარტივად მოსავლელ მცენარეებს ანიჭებს ესე იგი ფენშუი უპირატესობებს იმიტომ რომ დრაცენაც ნამდვილად არის მარტივი თვალსაზრისით რომ სადაც განათება არ არის იმ სივრცეშიც კარგად გრძნობს თავს მე პირადად აბაზანაში მყავდა რაღაც პერიოდი და მიყო მშვენივრად იმიტომ რომ არის ტენის მოყვარული და თან ისეთია მარტივია არის წყალში თუმცა არის ხოლმე შემთხვევები რომ დრაცენაც მინახავს ესე გაყვითლებული და სინამდვილისკენ წასული. როდესაც რამე ენერგიას ვანეიტრალებთ ამით სახლში ამ შემთხვევაში მცენარეები ყვითლდებიან და ნუ ვანაცვლებთ მათ. მაგრამ ძირითადად მარტივი მოსავლელი არის როგორც თქვით და ძალიან კარგი მცენარე არის. ასევე უპირატესობას ყოველთვის ვანიჭებთ ისეთ მცენარეებს, რომლებსაც აქვს მრგვალი ფოთლები, არ არის წვეტიანი, იზრდება მარტივად. ესეც თავდაცვის ამბავში წეგანეგლები. რაც უფრო მრგვალი არის, უფრო სიმრგვალის აქვს, უფრო სხვა ენერგია, უფრო მარტივად შემოაქვს, უფრო მარტივად იღებს ამ დადებით ენერგიას და მერე ანაწილებს მთელს სახლში. და რაც უფრო იზრდება და რაც უფრო მაღალი არის მცენარე, აი ეს ჯუჯა სახეობის მცენარეებს მაგალითად ფინანსების გაჩერებაც კი შეუძლიათ. ნუ გააჩნიეს სექტორს, ახლა აკრძალული არ არის ესე რომ ახლა არ უნდა ვიქონიოთ ან რაღაც, მაგრამ შეიძლება ფულის სექტორში, კარიერის სექტორში, სიყვარულის სექტორში გქონდეს ესეთი პატარა ბონსაი და რაღაც მსგავსი მცენარეები, რომლებიც ნელა იზრდებიან და არ არის კარგი. ამიტომ რისი გააქტიურებაც გვინდა იქ ყოველთვის ესეთ დიდ მცენარეებს, დიდ ფოთლიანებს, მრგვალ ფოთლიანებს უფრო ვანიჭებთ უპირატესობას. თიკა, აი რასაც საუბრობთ, სულ მახსენდება ესეთი პირადი მაგალითები, რაც მომისმენია და სიმართლე რომ გითხრათ, მე ესეც უპირატესობას არ ვანიჭებ ხოლმე, რაღაც ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა ტიპის მცენარე ეკლიანი იქნება, თუ ფოთლიანი იქნება, რაღაცნაირად ყველას პატივს წემ, მოკლედ ისე რომ ვთქვა. თუმცა აი ყოფილა არაერთი შემთხვევა, ბოლო ფაქტი მახსენდება, ერთ-ერთმა გოგონამ სინგონიუმის ფოტო გამომიგზავნა, ფოთლოვანი ლიანა მცენარე და ესეთი ტექსტიც მოიწერა, რომ რამდენადო ოჯახურ ურთიერთობაში ხელს შემიშლისო. არ ვარ ნამდვილად კომპეტენტური ამ მიმართულებით, რომ ეხლა ხვდები, რომ ეს ყველაფერი მოდის აშკარად ფენშუის გავლენით. და ნუ ხო ისე რაღაცა ურჩიე, რომ არა მგონია თქო, რომ რაღაცა ცოტა სხვაგან დადეთ. ხო არ არის რაღაცნაირად ეს ინფორმაციებიც ცოტა რაღაცნაირად დამახინჯებული და ზედმეტად ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. ეს ეკლიანიც რომ გქონდეს მცენარე, შეგვიძლია, მაგრამ მას უნდა ისეთი ადგილი მივანიჭოთ, სადაც არ დაგვაზიანებს. მაგალითად, ძალიან ხშირად კარებს გარეთ. გარეთა შემოსასვლელი, ან მთავარი კარების შემოსასვლელში შემოდის დადებითი ენერგია. ეკლიანები ჩვეულებრივად წიწვოვანი, ჩვეულებრივად შეგიძლიათ იქონდეს, როგორი მცენარეც გაგიხარდებათ, სუნი ქონდეს, თუნდაც ვარდი იყოს გარეთ.
სამზარეულოში გარეთ გულისხმობთ აივანს. აივანზეც გავალ ახლა ან თავარ კარებს გულისხმობ, ეს შეიძლება იყოს ეზოს მხრივ, შეიძლება იყოს ჩვეულებრივად სადარბაზოს მხარეს. თუ მაგალითად სამზარეულოში აუცილებლად გვინდა ალოე, იქონიეთ, მაგრამ ფანჯარაზე და ფარდე ჩამოაფარეთ. ანუ თქვენ მასთან არ გექნებათ ამ შემთხვევაში, ის თავისთვის იქნება და მოუარეთ. არ არის პრობლემა. აივანზე ყველაფერი დაშვებულია. როგორიც გაგიხარდებათ, რაც უფრო ესეთი წითელი იქნება, ლამაზ ყვავილები იქნება და რაღაც დაცვაც აქვს წითელ ფერს, ძალიან კარგი იქნება. ძალიან არის აკრძალული და საერთოდ აი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეიძლება დავუშვათ სცენარის მქონე, ეს არის საძინებელი. საძინებელში ყვავილები, როგორც ჩვენ სუნთქავთ და როგორც ჩვენ ვიკვებებით ენერგიით, ისე იკვებებიან ღამე, როცა ჩვენ გვგზავნებთ ჩვენი ენერგიით. ამიტომ შეიძლება გავიღოთ ძალიან დაღლილება. თუმცა სენსივიერას გამოვყავ ამ სცენარეს, რომელსაც აქვს, აი, რეკომენდირებულია სწორედ საძინებელში, რადგან ღამის განმავლობაში აქვს, დიახ. არის კატეგორია სცენარეების, რომელიც შეიძლება და კიდევ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც თქვა დაშვებული არის ვარდისფერი, იასამნისფერი, ან მოწითალო ყვავილების ესეთი მქონე სცენარე, იმ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა მოვიზიდოთ სიყვარული. აუცილებლად რომ მოვა სიყვარული, მე უნდა გავიტანო. ესე იგი, ხო, ყველაფერს სჭირდება სწორი ცოდნა, ხო? თერე შევთანხმდებით იმაზე, რომ ყველგან შეგვიძლია რომ ყავდეს სცენარე, უბრალოდ თუ კი ესე ღრმად ვართ დაინტერესებული და ვართ ამ კულტურის, ასე ვთქვათ, მიმდევრები, ხო, აი ეს დეტალები უნდა ხო, სიყვარულის სექტორი არის სამხრეთ-დასავლეთ სექტორი. სამხრეთ-დასავლეთ სექტორში რაც შეიძლება ლამაზი ყვავილები რო გქონდეს, ამით უფრო სიყვარული მაინდა-მაინც იმას არ ნიშნავს, რომ პარტნიორის სიყვარული. საზოგადოდ ზოგადად ყველგან რო გქონდეს სიყვარულის ენერგია და პატივისცემა, ამიტომ სამხრეთ-დასავლეთ სექტორში ყოველთვის არის მიზანში წონილიც. კი, იმიტომ რომ თან მიწის სტიქია არის იქ და მიწის სტიქიაში შეიძლება ძალიან კარგიც არის. თიკა წერან ახსენეთ წითელი ლენტი სამი ოკულკასთან მიმართებაში და ნუ აღმოსავლეთში ვიცით რა დატვირთვა აქვს წითელ ლენტს. ამ შემთხვევაში იმ სცენარესთან მიმართებაში საახალწლო პერიოდში თუ მუდმივად მეც ესე ბუნდოვნად მახსოვს რომ კრასულაზე მინახავს ესე ბავშვობაში წითელ ალბათ მაშინაც ეს დატვირთვა ქონდა ბარაქის თუ რაიმე შეიძლება წითელი ლენტი საერთოდ მასზე კიდე ფულებს ამაგრებენ რომ დაიმახსოვროს და გააორმაგოს. ანუ წითელს აქვს ის ფუნქცია, რომ ყველაფერს აძლიერებს და უფრო ძლიერად მუშაობს და საახალწლო პერიოდი ზუსტად ისეთი პერიოდი არის, როდესაც არის ერთიანობაში მთლიან ქალაქში დედამიწაზე გაძლიერებული ენერგია ახალი წლის, სიხარულის, ბედნიერების და აი ზუსტად ამ ენერგიებთან თამაში იწყება, როდესაც დეკემბერში უკვე ამას ვალამაზებთ, ნაძვის ხესავით ვრთავთ და ეს წითელი კიდევ გვიორმაგებს, რომ ორმაგად მოვიდეს ფინანსები, ორმაგად მოვიდეს წარმატება. ფუსფუსის და სასიამოვნო პერიოდი და ნამდვილად ბევრი დადებითი ემოცია იცვლება ამ პერიოდში. თიკა, ხო, ზოგადად ახალი წელი ჩემს სფეროშიც ისეთი აქტიური და მეც პირადად ძალიან მიყვარს და ძალიან მოთხოვნადია საახალწლო პერიოდში. ნუ ერთი რომ წიწვოვანი სცენარე ნაძვი, იმიტომ რომ ახალი წლის სიმბოლოა და ასევე პუანსეტია, შობის ვარსკვლავს, რომელსაც ვეძახით და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე კომპანიები ჩუქნიან ისე აქტიურად თავის თანამშრომლებს, არა მხოლოდ ესე მეგობრები და ოჯახის წევრები ერთმანეთს და ასევე კალამონდინი, ესეთი ციტრუსი, რომელიც ხო, ვიცი რომ რაღაც აღმოსავლეთ კულტურაში თავისი დატვირთვა აქვს და ძალიან აქტიური და ზოგადად ციტრუსები არის ხოლმე ისე აქტიურად და ამასაც ალბათ თავისი დატვირთვა აქვს ხო, რადგან არის მსხმოიარე ნაყოფის. დიახ, ანუ დავიწყებ ნაძვიდან. ნაძვი მოჭრილი არის. ანუ ცუდი ფენში. უნდა იყოს ქოთანში ცოცხალი, რომ მე გააგრძელოს მან ცხოვრება, აი მოჭრილი ნაძვს აქვს ძალიან ცუდი ენერგია, როგორც იწყებს ხმობას. ანუ იმის მაგერად, რომ თქვენ ბედნიერება და სიხარული და მთელი ჩაფიქრებული სურვილები აგისრულოთ, პირიქით იქნება. ამიტომ რეკომენდირებული ქოთნით მიიტანონ და გაბრანჭონ ეს ნაძვები. რაც შეეხება ციტრუსებს, ციტრუსი ფაქტიურად ყველანაირი ციტრუსი, ანუ მანდარინის ხე არის ფენშუის მიხედვით და აღმოსავლურ კულტურაში ნაძვის ხე. ჩათვალით ეს და საახალწლო ძალიან მნიშვნელოვანი არის. ფინანსების თვალსაზრისით ზუსტად ძალიან კარგი არის და რთულიც არის მათი მოვლა. არ არის მარტივი, ძალიან დიდი ყურადღება უნდა და ისეთი.
მაგრამ ძალიან კარგი არის, ამიტომაც არის რომ საახალწლოდ მაქსიმალურად ცდილობენ, რაც ფენშუის მიხედვით შეიძლება მოიზიდონ, ეს ციტრუსებსაც უთმობენ დროს, მაგრამ არის რომ ძალიან ბევრი არის ესე ხელოვნურ ციტრუსსაც ყიდულობს. კი, სცენარებში ამაგრები. კი, დაძვის ხეზე შეიძლება და რაღაც ესეთი გაფორმება. და ზარმაცებისთვის. აი სცენარის ხოთნით ახსენეთ და ძალიან ისეთი მეც მაგის მომხრე ვარ. რამდენად არის თქვა აი ეს დღესასწაულებზე რომ ან სცენარისტთან ერთად შეხვედრა, ან აი სხვა დღესასწაულებს თუ გაიხსენებთ რა. ძალიან კარგი. პარასკევის დღე მაგალითად არის ვენერას დღე, სიყვარულის პლანეტა ვენერა და ლაქშმის დღე, ეს ისეთი დღე არის, როდესაც ქალური ენერგიებია ძალიან ძლიერი და ძალიან კარგი არის ამ დღეს მაგალითად ჩვენ საკუთარ თავს შევუძინოთ, ვაჩუქოთ ყვავილი. ეს როგორ მდგომარეობაში იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია ქოთნით, შეგვიძლია ისე, არ აქვს მნიშვნელობა. რომელი დღეა ეს? პარასკევი, ესე იგი კარგი დღეა. კი, ძალიან კარგი დღეა და ესეთი ხალიბის დღე თითულება ჩავთავ და ძალიან აძლიერებს ამ ენერგიას და საერთოდ პარასკევ დღეს შეძენილი მცენარე, რომელიც მაგალითად თუ გინდა მოვიზიდოთ სიყვარული, ბედნიერება, ან არსებულ სიყვარულში იყოს მუდმივად ჰარმონია, პარასკევ დღეს შეიძინეთ მცენარეები და დავაკვირდა პარასკევს გაყიდო. როგორ იქნება? აი სპატიფი ის მერე უფრო იქნება. მახსენდება, ეხლა მცენარე ქალთა ბედნიერებას უწოდებენ და ნამდვილად ისეთი ნამდვილად ბედნიერების მომანიჭებელი მცენარეა ყველა მხრივ. ძალიან კარგი არის. აი მაგალითად კიდე არის ვარდები, ვარდი არის ყველა კულტურაში მე მგონი სიყვარულის ენერგიის და უძლიერესი მცენარე არის. ოღონდ ჩვენ ყოველთვის ვაცლით მას ეკლებს. ნუ სახლში როდესაც ჩავდგავთ ვარნაგში, თქვათ მოგვართვეს, უნდა დავაცალოთ ეკლები და ისე განვაცავსოთ. ეკლები, იმიტომ რომ ენერგიისთვის, კი, იმის მაგივრად რომ კარგი მოხდეს, მოხცემს ცოდს და ამიტომ, მაგრამ ეხლა არის უკვე ესეთი ჯიშები, საერთოდ არ აქვს ოქსეკალი. ეს ჰოლანდიური ჯიშები რო არის, ძალიან იშვიათად შემოხდები. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ყოფილა, რომ თქვენს არაერთხელ გსმენიათ, ხო, რომ ადამიანები ესაუბრებიან მცენარეებს. მე ძალიან მჯერა იმის, რომ ამ ენერგიების გაცვლა ხდება ისე, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და ერთგვარი თერაპიაც არის მათი მოვლა, მათთან ურთიერთობა. რამდენად ესე გქონიათ პრაქტიკაში, რომ აი გინახავთ რაღაცა ესეთი, მე ზოგადად ხშირად არ ვცდილობ, რომ ესე რაც ენერგეტიკებს დავაბრალო, უფრო ძირეულად ჩავდივარ ხოლმე მოვლის ყოველდღიურ ურთიერთობაზე. პირველი კითხვა არის მორწმის რეჟიმი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მორწმის რეჟიმი ირღვევა ხოლმე, არასწორად ხდება და ჯერ ესე გამოვიკლებ ხოლმე ნაკლებად რო ენერგიებით და თქვენ ალბათ პირდაპირ მიდიხართ ამ ამბავში, ხო? აი ზუსტად თქვენც, როდესაც მას უვლით, ზუსტად ამ სიყვარულის ენერგიას უგზავნით მას და იმიტომაც მე უფრო და უფრო ფაქტიურად გესაუბრებიან. ყველაფერს, ანუ სიტყვის ძალა არის უძლიერესი, წყალი მოხდება, მით უმეტეს მცენარეები სულ გვისმენენ. ამ ენერგიას გრძნობენ და მეტად დადებიც გვაძლევენ შემდეგ და ძალიან კარგი არის ეს წყალიც კი შეგიძლიათ, მაგალითად მცენარე რომელიც ხმება, უბრალოდ რაღაცა მიზეზები აქვს, თქვენ მას მკურნალობთ ან რაღაცას, შეგიძლიათ მისი წყალი დამოხტოთ. სიჯანსაღის ენერგია, ანუ რასაც ჩასძახებთ, ბედნიერების, წარმატების, გაიზარდოს თქვა ყველაფერი და ამით მორწყათ ეს მცენარე. ძალიან კარგად მუშაობს ეს. იმიტომ რომ ჩვენთან ხშირად მოყავთ მცენარეები, რომლებიც არიან ესე ავად დაზიანებულები, ესე სიკვდილის პირას ყოფი და ერთხელ მართლა ისეთ მდგომარეობაში მოიყვანეს მცენარე და ისე გულით უნდოდათ რომ გადამერჩინა, რომ მაშინ ვიფიქრე რომ მეთქე ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს რა კარგი იქნებოდა, რომ იმიტომ რომ ნუ ფაქტიურად გარდაცვლილი იყო. უკვე მცენარე ვერ გამოვიყვანდი. კი, მაგრამ აი ძირითადად მე თვითონ მცენარეებს ძალიან ვეფერები, მიყვარს ძალიან და მისმენენ. მისმენენ. ზუსტად ასე არის ზამიოკულკასით მაგალითად აღებული ხელფასი, რაღაც წესები არის, უნდა დაულაგო, ფულს იმახსოვრებს, რაღაცა ახარებს, მე რაღაცა ხდება, თქვათ იმ ხელფასიდან რაღაცა მოგიმატეს, უკვე გრძნობ რომ ენერგია რომ დააკავშირე მცენარეს, რაღაცნაირად იმუშავა ამ ყველაფერმა შენზე, იმიტომ რომ მასთან ხო გაატარე დრო შემდეგ მთელი 1 თვე და მოგცა ის ენერგია, რომ შენთან რაღაცა ახალი სიახლე შემოსულიყო. ალბათ ამიტომაც უწოდებენ დოლარის ხეს, ხო? ეხლა ანუ ეს ფენშუიდან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი რაღაცები კეთდება. კი, ძალიან ბევრი რაღაცები, პრაქტიკები მთელი ისინი არის კეთდება და გაცვლა აქვს ძალიან კარგი.
თიკა, მე რამდენად უკან აი თქვენ რა ცოდნასაც გასცემთ და გისწავლიათ და იცით ეს მიმდინარეობა კარგად, ის ადამიანები ვინც გისმენენ, მე პრაქტიკაში გადააქვთ, მე აი რამდენად არ ვიცი დაურეკავთ მოუწერიათ ვთქვათ, რომ აი თიკა ნამდვილად ესე მოხდა სცენარესთან მიმართებაში. დიახ, ესეთი ძალიან ბევრი. ძალიან. ანუ რეალური მაგალითებიც გყავთ ირგვლივ და არც ჯგუფი მაქვს ჩემი და ანუ მუდმივად ვიცი რაც ხდება და საკმაოდ ისეთი ბევრი ადამიანია ამ ჯგუფში და სახლსაც როდესაც სახლებს ვაპროექტებთ და ვაკეთებთ ფენშუის მიხედვით მცენარეები ძალიან ბევრ განხდება, ძალიან ბევრგან აივნებზე შიგნით რა ვიცი ძალიან ბევრგან და ერთგვარი ხელოვნება ხო ეს აი თქვენც რომ შედიხართ სადაც არ უნდა იყოს ჯერ რო ხდება მცენარის რაღაცა ჰარმონია ყოველთვის ვიცახი რომ აი ჩათვალეთ რომ თქვენ ხართ დადებითი ენერგია და შეხვალთ თუ არა იმ სახლში და ზუსტად კარებიდანვე რო იწყება ენერგია შემოდის ნახა ლამაზი ყვავილი გადანაწილდა მე სხვა ყვავილთან წავიდა იქ ნახატი ნახა აი ესე ნაწილდება მთლიანად სახლში და თქვენ წარმოიდგინეთ თქვენი თავი ყოველთვის ნუ თქვენ ხართ ენერგია შედიხართ სახლში და არაფერი არ დახვდათ მოტრიალდება და წამოვა ამდენ ყოველთვის ვახვედრებთ მცენარეებს კი ნამდვილად წესია მომნო მიმდინარეობა ამ ხრივათაც რომ მცენარე არის მისთვის პრიორიტეტი და სიცოცხლე და ბუნება და სამი ელემენტი არის როგორც აღნიშნე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ელემენტი ადამიანებს, ვისაც არ აქვს მცენარეებთან ურთიერთობა, ისედაც ჩვენ დღესდღეობით ძალიან იშვიათად რომ მიწას ფეხი დავადგან. ფაქტიურად ისევ ცხოვრობთ გამოკიდებული კორპუსებში, მიწასთან შეხება არ გვაქვს. მსგავსი ადამიანებს თუ აქვს რაღაცა პრობლემები, ჯანმრთელობის, ანუ ძალიან ბევრი მცენარეებთან, ანუ ტყეში წასვლა, მცენარეებთან ურთიერთობა ჩახვდი, კი, ნამდვილად ის ძალიან ცუდი არის მცენარის მოჭრა და ყოველთვის აი ესე არის რაღაცები თუნდაც აი იასამანი და როგორც კი გაყავდება დაამტრევენ ტოტებს არ შეიძლება გეთანხმები და სთხოვო რეალურად თან გვაქვს იმის რესურსი რომ ყავდეს ქოთანში იგივე ნაძვი ახსენეთ და მე პირადად მახარებს ძალიან ის ფაქტი რომ წლიდან წლამდე და კანონით შემოვიდა ხო პრინციპში ნაძვების იმიტომ რომ მახსოვს ჩვენს ბავშვობაში აი სპორტის სასახლესთან ახლოს ვართ და იქ ისე აქტიურად ხა კი დაგვიხაროდა სახში რაღაც ნაძვი უზარმაზარი მაგრამ ხო რეალურად და მგონი მოიკლო ამ ამბავმაც და მეც ერთ-ერთი მიმდევარი ვარ მაგამის რომ სცენარის ჩუქება შესაძლებელია აი ტოტებითაც აწყობენ არის ესეთი მაგრამ სულ ვიძახი რომ ის არაფერს არ გამოცემს არანაირი ენერგია არ აქვს პირიქით კარგის მაგივრად ცუდ ენერგიას მოგიტანს. ძალიან სასიამოვნო თქვენ. მაგამ ბავში კონფილხერთ ახლა აღმოვაჩინე. თიკა ჩვენთან რა მდგომარეობა არის ამ მიმართულების ისეთი მე თქვენამდე ამით მოვედი რომ აი ამ სფეროში მცენარეებს მივხვდი რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფენშუის მიმდევრებისთვის. აი 9 წელი ახსენეთ ხო 9 წლის წინ ხო როგორ შეაფასებდით რა ეტაპზე ვართ ასე ვთქვათ, რამდენად როგორ არის მოთხოვნადი? ხო, როგორ არის მოთხოვნადი, დიახ. ძალიან მოთხოვნადია დღეს ფენშუი, იმიტომ რომ უკვე 9 წლის წინ ესეთი ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. ეხლა ბოლო 3 წელია ძალიან წამოვიდა მოთხოვნა, თან იმის და მიხედვით რომ წარმატებული ადამიანები თუმი ამის მიხედვით აშენებენ სასტუმროებს, თუმე სტინგს ქონია სახლი მოწყებული. ანუ ამ რეალური მაგალითები არის. რეალური მაგალითებით უკვე გადანაწილდა მაგალითად დონალდ ტრამპს, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, სტიქიების მიხედვით ედგა ნაძვის ხეები. საინტერესოა. წითლების მხარისხვაგან იყო მწვანეები, ზუსტად აი ესეთი ფენშუი სპეციალისტი, ჩემი პედაგოგი არის, რომელმაც ეს ყველაფერი დაუგეგმა თეთრი სახლისთვის და ამის მიხედვით ანუ სოფლიოში არის ძალიან ტრენდული. აი ფერების ხელოვნებაც ახსენეთ და ქოთნებთანაც შეეხეთ, არ ვიცოდი ნამდვილად ამ მიმართულებით როგორ რა ფერებია ასე ვთქვათ ქოთნებში. ცეცხლის სტიქიას ვერიდებით ყოველთვის. ცეცხლი არის წითელი, ესეთი მალინის ფერი და ცეცხლოვანი. იმიტომ რომ ცეცხლოვან ფერს შეუძლია ქოთანს პირიქით წაართვას ენერგია, გააყვითლოს. და ვერ იყოს კარგად, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქოთანს. ანუ თვითონ მცენარეს წაერთვას ენერგია ამაზეა. დიახ. და ხშირად ხმებიან მცენარეები. უბრალოდ რომ სცადოს ვიღაცა, მე დილეტანტი იყოს და თქვა, აი მოისმინა არ მჯერა მე ამის და სცადოს. უბრალოდ სუდი არის რომ შედეგს, რასაც მე ვიტყვი, იმას მისცემს. ხმებიან მცენარეები, ცეცხლის სტიქიას ვერ იტანენ.
და მათთვის არის კარგი მწვანე, ესეთი ღია ფერები, ბეჟი ფერები, ცისფერი თქვერაშიც გაქვთ, ამ წყლისტიქია არის. კი, და მგონი შეგერად გძნობს თან თავს. კი, ძალიან მოწონს. აი ესეთი ფერები არის დაშვებული, ერთადერთი ცეცხლისტიქი არის აკრძალული. გასაგებია, ძალიან ისეთი ღრმა და საინტერესო მიმდინარეობა. ეს არის უხსოვარი დროიდან დაახლოებით ინფორმაციები ფენშუიზე, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, არის 5000-6000 წლის წინანდელი ჩანაწერები. ადამიანებს სანამ რელიგია ექნებოდათ, მანამდე ჰქონდათ ძალიან ბევრი ცოდნა, კონტაქტი მიწასთან, მცენარეებთან, ბუნებასთან. ზუსტად ეს არის ფენშუი, ცხოვრება ჰარმონიაში ბუნებასთან ერთად. კი, რაც აიწერა ნახსენეთ, რომ ურბანულ სამყაროში, სადაც არ გვაქვს ხშირად შეხება ბუნებასთან, ძალიან გვჭირდება და ის სწორედ მცენარე შეგვიძლია, რომ ეს ბუნება შემოვიყვანოთ სახლში და თან ისე მივაქციოთ დეტალებს ყურადღება და კარგად განვათავსოთ და კარგი ენერგიები გავცვალოთ. ზრუნვა, საერთოდ ზრუნვის ენერგიას, რომ რამეს აძლევ, ყოველთვის გიბრუნდება ეს მცენარეზეც არის და ცხოველებზეც არის და მით უმეტეს, რომელიც არ ლაპარაკობს, ვერაფერს ვერ გეუბნება და მას დაეხმარები, მოული, გაზრდი გალამაზებ. ამაზე კარგი რა შეიძლება გააკეთოთ. ისეთი კარგი გაცვლა ხდება ყველაფერს ვიზრუნოთ. აუცილებლად. შეიძლება მეცენარეზე და ისინიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ დადებით ენერგიას გამოგვიგზავნიან. თიკა ძალიან დიდი მადლობა შენ საინტერესო საუბრისთვის და ისეთი დადებითი ენერგიები მოდის შენგან ნამდვილად და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ასევე.